ნიკა მელიას კიდევ ერთი განაჩენი. წელიწად ნახევრიანი პატიმრობა ოპოზიციონერ ლიდერს ამჯერად მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მიუსაჯეს. ოპოზიციონერი ლიდერი რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ სხდომას არ დასწრებია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომ მელიამ მოსამართლეს უცენზურო სიტყვით მიმართა. თუმცა აუდიო მასალის მიხედვით, რომელიც საქმეში დევს, ექსპერტიზამ ვერ დაადგინა ვისი მხრიდან იყო წარმოთქმული სხდომაზე ეს სადავო სიტყვა. შეგახსენებთ, რომ იდენტური მუხლით მელია ერთხელ უკვე გასამართლებულია მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო. ფორმულას ჟურნალისტი მარიამ ლეკიაშვილი მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მან მოისმინა გამოცხადებული განაჩენი. მარიამ, ცნობილია თუ არა სასამართლოს ოფიციალური არგუმენტაცია და ამ მომენტისთვის როგორია ოპოზიციონერი ლიდერის საპატიმრო მსჯავრი, რადგან ის უკვე რამდენიმე საქმის გამოა ციხეში. დიახ, კეთი, წელიწადი და 6 თვე ასეთია განაჩენი, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოიტანა. ეს არის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას მესამე საქმე უკვე საქალაქო სასამართლოში, რომელზეც გამოიტანეს. განაჩენი იქამდე მას ედავებოდნენ თეატრულუკიანის კომისიაზე არ მისვლას, ხოლო მოგვიანებით უკვე მოსამართლე შვანგირაძის შეურაცხყოფას. ახლა ამ საქმეზე უშუალოდ განაჩენი კი დადგა მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. განაჩენი არის წელიწადი და 6 თვე, თუმცა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა გამოიყენა შთანთქვის მექანიზმი და წინა მისჯილმა სასჯელმა, ანუ წინა წელიწადმა და 6 თვემ შთანთქა ეს სასჯელი და ნიკა მელია საპატიმროს კვლავ ამ წლის დეკემბერში დატოვებს, რაც შეეხება უშუალოდ საქმეს და საქმის მასალებს, როგორც ადვოკატები ამბობენ, საქმის მასალებში უშუალოდ მხოლოდ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის სხდომის მდივნის, ასევე საქალაქო სასამართლოს მანდატურების ჩვენებები, რაც არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო როგორც ობიექტური ჩვენებები ამ საქმეში, ასევე ამ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა იმ ვიდეო მასალაზე, რომელიც საქმის მასალებში იყო ისეთი, რომ ამ ვიდეო მასალებიდან შეუძლებელი იყო იმის ამოცნობა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა თორნიკე ქოჩქიანს ნამდვილად ნიკა მელია მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცალსაღად პირდაპირ მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა შეურაცხყოფელის სიტყვების ავტორს, მოსამართლემ გაიზიარა ჩვენი ღმერთმენით დაინტერესებული პირების მოწმეების ჩვენებები და ნიკა მელიას უნდა დამნაშავეთ სასამართლოს შეურაცხყოფაში. სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და 6 თვე, თუმცა გამოიყენა სისხლის სამართლის პროცესის 59 მუხლი და შთანთქვის პრინციპიდან გამომდინარე ნიკას სასჯელის ათვლა ამ წელიწადს და 6 თვე დაეწყება 2025 წლის 20 ივნისიდან, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი თუ კი მომავალში რაიმე ახალი სურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს. სასჯელის კუთხით არაფერი არ შეცვლილა. რაც შეეხება უშუალოდ გამამტყუნებელ განაჩენს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, პირიქით დასკვნით სიტყვაში ექსპერტიზის დასკვნის ციტირება მოახდინა თავად პროკურორმა, სადაც წერია, რომ ეს ხმა არ ეკუთვნის ნიკა მელიას და ეს 300-იანი სიტყვა არ წარმოუთქვამს ნიკა მელიას. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, დღეს პოლიტიკური მდგენელმა გადაწყვიტა ის, რომ ყოფილიყო გამამტყუნებელი განაჩენი, ამიტომ იყო გამამტყუნებელი განაჩენი და ამიტომ მიუსაჯეს ნიკა მელიას წელიწადი და 6 თვე. ეს არის უკვე მესამე გამამტყუნებელი განაჩენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის. დღევანდელ სხდომას და განაჩენის გამოცხადებას ნიკა მელია არ ესწრებოდა. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიგებს ამ საქმის განაჩენის შესახებ და როგორც უკვე გითხარით, ის საპატიმროს 2026 წლის დეკემბერში დატოვებს.